შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ ფერმაში თუ მინდორში მხოლოდ მცენარეებს არ გავენ, რადგან ზოგჯერი უჩვეულო საგნებსა და არსებებსაც უვლიან. დიახ, ეს არის გველების ფერმა. ეს კი ნიანგების ფერმა. და ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ უჩვეულო ფერმებიდან, რომლებიც ამ ვიდეოში ნახავთ. აქ ჩვენ სხვადასხვა ფერმას გაჩვენებთ, მაგრამ მანამდე გთხოვთ მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი. ეს ჩვენთვის კონტენტის შემქმნელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა და დავიწყოთ. ნომერი 12. იაპონიის ვასაბის ფერმები. იაპონიის ალპების ცივ და მშვიდ ხეობაში არის ერთი უჩვეულო ფერმა, სადაც თითქმის შეუძლებელია რაიმეს გაზრდა. ნამდვილი ვასაბი არა ის ჩვეულებრივი მწარე, მწვანე პასტა, რომელსაც ხშირად ვხედავთ სუშის რესტორნებში. ხშირ შემთხვევაში ეს უბრალოდ ხრენია, რომელსაც საკვების აღებავი აქვს დამატებული. აქ ჩვენ გულისხმობთ ნამდვილი ვასაბია იაპონიკას. ეს არის ნაზი, ფაქიზი და ძალიან რთულად მოსავლელი ფესვი, რომელიც შეიძლება იყიდებოდეს. ფასად, რომელიც აღემატება 300 აშშ-ში დოლარს თითო კილოგრამს. იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვასაბის ფერმა არის დაიო ვასაბის ფერმა, ნაგანოს პრეფექტურაში, რომელიც 1915 წელს დაარსდა. ბრინჯის ხანისა თუ ნიადაგის ნაცვლად ამ ნარგავებს ნახავთ მდინარეებში, სადაც სუფთა და ცივი წყალი მიედინება, ხოლო მზისგან დასაცავად შავი ბადეებით არის დაფარული. რატომ? რადგან მცენარე თუნდაც მცირე გადახურების შემთხვევაში მაშინვე იღუპება. თუ წყალი ოდნავ გათბება, ან ჟანგბადი დააკრდება, მცენარე ვერ გადარჩება. თუნდაც წყალში საკვები ნივთიერებების რაოდენობა თუ გადააჭარბებს ან დააკლდება, მცენარე ვერ გაიზრდება. აქ მეურნეობა განსხვავებულია. ისინი ქმნიან ხელოვნურ არხებსა და საფეხურებირებიან წყლის დინებებს, რათა ბუნებრივი მთის ნაკადის იმიტაცია მოახდინონ. მაგრამ ყველაზე რთული ისაა, რომ ერთი ვასაბის ფესვის მოსავლის ასაღებად 3 წელი გჭირდება. და როცა მოსავალს აიღებ, კიდე უნდა გახეხო სპეციალური სახეხით, რომელიც ზვიგენის ტყავისგანაა დამზადებული და რომელსაც ოროში ქვია. ასევე უნდა მიირთვა მაშინვე, რადგან 15 წუთის შემდეგ გემო და სიმწვავე ქრება. 30 წუთის შემდეგ თითქმის აღარაფერი რჩება. მართალი რო გითხრათ, სოფლიოში არსებული ვასაბის 95%-ზე მეტი ყალბია. ამიტომ იაპონიაში ნამდვილი ვასაბის მოყვანა მხოლოდ ბიზნესი არ არის. ეს ხელოვნებაა. ტოკიოსა და კიოტოს ტოპ-დონის სუშის შეფებისთვის ისინი მზად არიან გადაიხადონ მაღალი ფასი მხოლოდ იმისთვის, რომ მიიღონ ახალი ფესვი. ეს უბრალოდ საწებელი არ არის. ეს არის წარმოდგენა, პატივისცემა საკვებისადმი და ტრადიცია, რომელიც იშვიათად გვხვდება. ნომერი 11. ნიდერლანდების მცურავი ფერმა. სად ნახე ბოლოს ფერმა? ალბათ სოფელში. ომასია. მწვანე მინდვრები, ფართო ბალახიანი ველები და ბედნიერი ძროხები, რომლებიც მშვიდად ძოვენ. მაგრამ ნიდერლანდებში არის ერთი ფერმა, რომელიც სიტყვით მცურავია. მოგესალმებით როტერდამის მცურავ ფერმაში, მსოფლიოში პირველ თვითქმარ მცურავ სარწეო ფერმაში. დიახ, სწორად გაიგე. არსებობს ფერმა, რომელიც მცურავია დატვირთული პორტის შუაგულში. სავსეა სატვირთო გემებით და ამწეებით. ამ ფერმაში დაახლოებით 40 ძროხაა, რობოტული მოცვალის აპარატები, წვიმის წყლის სისტემა და საკუთარი მეთოდი ცხოველების ნარჩენების გადამუშავებისთვის. და ამას მიცა არ ჭირდება. ის 2019 წელს აშენდა როგორც ექსპერიმენტი ჰოლანდიური კომპანიის მიერ, რომელსაც ბელადონი ქვია. თანამშრომლობენ მდგრადი სოფლის მეურნეობის ექსპერტებთან. ეს ფერმა სამსართულიანია, ზედა სართული ძროხებისთვისაა. აქვს გამჭვირვალე სახურავი ბუნებრივი განათებისთვის. შუა სართული რძის გადამუშავებისა და ცხოველებების საკვებისათვისაა და ქვედა სართული შეიცავს ყველა საინჟინრო სისტემასა და ტივტივობის სისტემას, რათა წყალში ბალანსი შეინარჩუნოს. რაც ყველაზე შთამბეჭდავია, მხოლოდ მდებარეობა არ არის აქ განსაკუთრებული. მაშინაც კი ძროხების კვების სისტემა ურბანული ნარჩენებიდან მოდის. მაგალითად, ბოსნეულის ნარჩენები, ბაზრიდან, ლუცახარშებიდან დარჩენილი მარცვლეული და ბალახი, ქალაქის პარკებიდან. ასევე იკრიბება წვიმის წყალი დასუფთავებისა და დასალევად. რძე აქვე მუშავდება, ისხმება ბოთლებში და იყიდება. ყველაფერი მცურავ ფერმაში. და ამაზე მეტიც, მას უფრო ფართო მიზანი აქვს. იმ დროს, როცა კლიმატის ცვლილების ეფექტი სულ უფრო მძაფრდება და ზოგიერთი სანაპირო ქალაქი იძირება, ასეთი მცურავი ფერმები შეიძლება გამოსავალი იყოს. ისინი არ ითბორებიან, არ ჭირდება დიდი მიწის ფართობი და ამასთან ამცირებენ ტრანსპორტირებიდან გამომდინარე ნახშირბადის ემისიებს. ამჟამად ისინი უკვე ფიქრობენ მცურავ ქათმის ფერმებზე, მცურავ ბოსტნეულის ფერმებზე და მცურავ სათბურებზე. მარტივი სიტყვებით რო ვთქვათ, როტერდამის ძროხები უკვე სოფლის მეურნეობის მომავლის ნაწილი. წყალზე არიან, ნარჩენებით კვებავენ და რობოტი წველის მათ. ნომერი 10. ტაილანდის ნიანგების ფერმები.
ვერც კი წარმოიდგენთ, მაგრამ ბანგკოკის გარეუბანში, ტაილანდში არსებობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი სახის მეურნეობა ნიანგების ფერმები. ეს არც ზოოპარკია და არც კონსერვაციისთვისაა განკუთვნილი. აქ ათასობით ნიანგს ზრდიან ხორცისთვის, ტავისთვის და კი ზოგჯერ უსაფრთხოების მიზნითაც კი. სცენა ასეთია: ასობით დიდი აუზი, სადაც ერთდროულად პატარა დინოზავრები ჩაძირულან. ამ ფერმებში სიამის და ზღვის ნიანგებს ისე უვლიან, როგორც ქათმებს ფრინველის ფერმაში. ეს ინდუსტრია 1950-იან წლებში დაიწყო, მაგრამ 80-იანებში მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. და ეხლა ტაილანდში 1000-ზე მეტი ნიანგის ფერმა არის რეგისტრირებული. მხოლოდ სამუთ ბრაკანის ნიანგების ფერმასა და ზოოპარკში 100,000-ზე მეტი ნიანგია, რაც მას მსოფლიოში ყველაზე დიდს ხდის. მაგრამ რატო? თავარი პროდუქტი ნიანგის კანი. გამოიყენება მაღალი კლასის ჩანთებისა და ქამრების დასამზადებლად. ფეხსაცმელი და საფულე. ტაილანდური ნიანგის ტყავი ცნობილია გამძლეობითა და ლამაზი ტექსტურით. ნიანგებს კლავენ ზუსტად განსაზღვრულ ასაკში, რათა დარწმუნდნენ, რომ მუცლის ქერცლები თანაბარია. ეს არის ტყავის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ეხლა ნიანგის ხორციც იყიდება როგორც ეგზოტიკური კერძი გარკვეულ რესტორნებში. არსებობს კიდევ რამდენიმე პროდუქტი, მაგალითად ნიანგის ზეთი და ნიანგის სისხლის კაფსულებიც კი, რომლებიც, როგორც ამბობენ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მაგრამ ჯერ საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს და რაც უფრო გასაკვირია, ნიანგებს უსაფრთხოების სისტემის სახითაც იყენებენ. ტაილანდის ზოგიერთ პროვინციაში არსებობს ღობეები, რომლებიც სავსეა ცოცხალი ნიანგებით, რათა ქურდები შეაჩერონ. და რა თქმა უნდა, ველური სპილოების შემთხვევაშიც კი არსებობს საკამათო საკითხები. კრიტიკოსების თქმით, არსებობს პრობლემები ცხოველთა კეთილდღეობასთან, ინბრიდინგთან და ველური ნიანგების არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით. მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ეს ფერმები ხელს უწყობს ველური სახეობების დაცვას. ნომერი 9. ლოკოკინების ფერმები საფრანგეთში. თუ საფრანგეთის სოფლებში, ბურგუნდიაში, პროვანსში ან ლუარის ველზე ესტუმრები, შეიძლება ის ფერმები ვენახებად შეგეშალოს. მაგრამ ახლოდან თუ დააკვირდები, შეამჩნევ. ათასობით ლოკოკინა ნელა მიიზლაზნება ბალახებში. ზემოდან კი ბადეებია გადაფარებული ჩრდილისთვის. ეს არის ჰელიციკულტურის სამყარო, ლოკოკინების მოშენება საკვებად. ეს უბრალოდ ფრანგების ახირება არ არის. ეს არის ლეგიტიმური ინდუსტრია, რომელსაც აქვს საკუთარი სახელმძღვანელოები, მეცნიერება და დიდი მოთხოვნა. ყველაზე იკონური არის ესკარგო, ცნობილი ფრანგული დელიკატესი, სადაც ლოკოკინას ამზადებენ ნიორის კარაქსა და მწვანილში. როგორ კეთდება ეს? ყოველ გაზაფხულზე ზრდასრული ლოკოკინები მრავლდებიან კონტროლირებად ტემპერატურაზე. ყველა მათგანი ჰერმაფროდიტია, ამიტომ თითოეულს შეუძლია დადოს 100-მდე კვერცხი. დამოჩეკვის შემდეგ მათ გადაიყვანენ ღია ლოკოკინების ფერმაში. ეს არის ღია სივრცე ბალახით, დატენიანების სისტემით და საკმარისი ჩრდილით. როდესაც იზრდებიან, მათ აჭმევენ კალციუმით მდიდარ ლოკოკინების საკვებს, რათა მათი ნიჟარა გამაგრდეს. მათი მოსავლის აღებას 12 თვემდე სჭირდება. ეს პროცესი ძალიან გრძნობიარია. თუ ძალიან მშრალია, ლოკოკინა არ იმოძრავებს. თუ ძალიან სველია, შეიძლება დაიხრჩოს. თუ ძალიან ცხელა, მოკვდება. და მაშინაც კი როცა მოსავალს აიღებ, ხელით უნდა შეაგროვო. აქ იული გზა არ არსებობს. მოთმინებაა მთავარი კაპიტალი. მოსავლის აგების შემდეგ აუცილებელია ლოკოკინები სპეციალურ კონტეინერში მოათავსო, რომ მათმა მუცელმა დაიცალოს. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება მათი გადამუშავება. ზოგი კონსერვირდება, ზოგი იყინება ან მაშინვე მზადდება. ყველაზე საუკეთესოები ცოცხლად იყიდება ელიტურ რესტორნებში. და მიუხედავად იმისა, რომ ეს სხვა ქვეყნებში ლუქს კლასის კერძად ითვლება, ადგილზე მის მოსამზადებლად 1000-ობით საათი ხელით შრომა სჭირდებათ, ლოკოკინების ფერმები 7-ია. ყველა მოძრაობა ნელა ხდება. მაგრამ აქ განსაკუთრებული სიმშვიდეა. თითქოს მცენარეები გეუბნებიან, ნუ აჩქარებ სამყაროს. ნომერი 8. აისბერგის მოყვანა ნიუფაუნდლენდში. კანადაში ნიუფაუნდლენდისა და ლაბრადორის სანაპიროზე არსებობს მეურნეობის სახეობა, რომელიც თითქმის წარმოუდგენლად გეჩვენება. ეს იმიტომ, რომ ეს არ ხდება ხმელეთზე, არამედ ოკეანის შუაგულში. აქ მოსავალი მცენარე არ არის, არამედ ყინულია. ძველი ყინულის დიდი ბლოკები იჭრება, იღებენ ზღვიდან, ადნობს და ასხამენ ბოთლებში. როგორც ერთ-ერთ ყველაზე სუფთა სასმელ წყალს მთელ მსოფლიოში. დიახ, სწორად გაიგე, ამ ადგილას მოსავალი ყინულია. დაზაფხულსა და ზაფხულში არსებობს ადგილი, რომელსაც აისბერგების ხეივანს უწოდებენ, სადაც ათასობით ყინულის ბლოკი ჩამოდის გრენლანდიიდან და ცურავს ატლანტის ცივ ოკეანეში. ამ აისბერგებიდან ბევრი 10,000 წელზე მეტისაა წარსული გამყინვარების ხანის ფრაგმენტული მოგონებები.
ემების, ჯალამბარების, ბადეების და ზოგჯერ დინამიტის გამოყენებით აისბერგების მომპოვებლები ფრთხილად აგროვებენ ყინულის ბლოკებს. ისინი მას სანაპიროს ობიექტებში ადნობენ, ხოლო სუფთა წყალს ბოთლებში ასხამენ გასაყიდად. ეს ყინული თითქმის არ შეიცავს მინერალებს ან ჭუჭოს. ისე სუფთაა, რომ ექსპერტები ამბობენ თითქოს აერს სვამო. მისი ასეთი სისუფთავის გამო მას კიდევ უმატებენ მინერალებს, რომ ჯანდაცვის საბაზისო სტანდარტებს დააკმაყოფილოს. მაგრამ მხოლოდ წყალს არ ყიდიან. ზოგი კომპანია პირდაპირ ყინულსაც ექსპორტზე აგზავნის ზვირადღირებული კოქტეილებისთვის. მაგალითად, დუბაის 5 ვარსკვლავიან ბარებში, სადაც სასმელს აციოებენ ყინულით, რომელიც ათასობით წლის მყინვარისგან არის მიერებული, თითქოს ტრადიციული სოფლის მეურნეობისგან შორსა, მაგრამ აისბერგების მეურნეობას იგივე სისტემა აქვს. იპოვე განახლებადი რესურსი, შეაგროვე სწორად, დაამუშავე, შეფუთე და გაყიდე. სხვაობა მხოლოდ იმაშია, რომ მინდორი ატლანტის ოკეანეა, ხოლო მოსავალი უფრო სწრაფად დნება, ვიდრე ღრუბელი ზაფხულში. ნომერი 7. საუდის არაბეთის აკლემების სილამაზის ფერმები. საუდის არაბეთის უდაბნოში, სადაც ყველგან ქვიშა და სიცხეა, არსებობს ფერმა, რომელიც ყველასგან განსხვავებულია. ეს არ არის ხორცისთვის, რძისთვის ან ბეწვისთვის. აქ მთავარი პროდუქტი სილამაზია. სწორია, მოგესალმებით აკლემების სილამაზის ფერმების სამყაროში. ეს არის ადგილები, სადაც აკლემებს სპეციალურად უვლიან, რომ სილამაზის კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა. ასეთ კონკურსებში, როგორიცაა მეფე აბდულაზიზის აკლემების ფესტივალი. ჯამური საპრიზო ფონდი $60 მილიონ მეტია. ამიტომ კონკურენცია ძალიან სერიოზულია. აქ აკლემებს უბრალოდ არ უვლიან. მათ აბანავებენ, მასაჟს უკეთებენ, სპეციალური დიეტით კვებავენ და ნისლის სისტემებით აგრილებენ, რათა ბეწვი უხეში არ კონდეთ. და თუ გაინტერესებთ, როგორ იზომება აკლემის სილამაზე, ეს არის კრიტერიუმები. თავის ფორმა, ისრის სიგრძე, ტუჩების მოყვანილობა, ზურგის მოყვანილობა და ყურების ჩამოშვება. მნიშვნელოვანია აგრეთვე თანაბარი ნაფთები და მისი ელეგანტური სიარული. დამატებითი ქულები ენიჭება, თუ წამწამები გრძელი აქვს და თვალები სათუთი და მოსიყვარულია. ზოგი აკლემის ზეთითაც იფარება, რომ ბეწვი უფრო მეტად უბრწყინავდეს. უფრო ელიტარულ ფერმებში ზოგიერთ აკლემს ფუჩებსა და ცხვირზე ბოტოქსს უკეთებენ, რომ უფრო დიდი და ეფექტური გამოჩნდეს. დიახ, ინდუსტრია ასეთი სერიოზულია, მაგრამ კონკურსზე მეტად ეს კულტურის სიმბოლოა. ბედუინების ბევრ ოჯახში აკლემების საგვარეულო მემკვიდრეობა. ფლობელები ამაყობენ თავიანთი გამარჯვებული აკლემებით, როგორც სხვა ქვეყნებში სარბოლო ცხენების ფლობელები. ფერმაში გამოფენილია ბანერები, თასები და ჩემპიონების ფოტოები. სოფლიოში, რომელიც მიჩვეულია პროდუქტიულობასა და მასობრივ წარმოებას, აკლემების სილამაზის ფერმები უდაბნოში მდებარე ხელოვნების გალერეას ჰგავს. ეს არის მეურნეობა არა იმისთვის, რომ უბრალოდ იცხოვრო, არამედ იმისთვის, რომ აღფრთოვანდე. ნომერი 6. ვიეტნამის გველების ფერმები. ვიეტნამის მეკონგის დელტას ცხელ და ტენიან სოფლებში არსებობს ფერმების ისეთი სახეობა, რომელიც ძალიან იშვიათია და თითქმის დაუჯერებელია. ეს გველების ფერმებია. დიახ, სწორად გაიგე. ეს არის ფერმები, სადაც არ მოჰყავთ ბრინჯი ან ბოსტნეული, არამედ გველები. ზოგი შხამიანია, ზოგი არა, მაგრამ ყველა მათგანი მოჰყავთ ერთი მიზნისთვის. შხამის ამოღება, წამლის დამზადება ან ზოგჯერ საჭმელად გამოყენება. ყველაზე ცნობილი მათგანია დონგ ტამის გველების ფერმა, რომელსაც თავად ვიეტნამის სამხედროები მართავენ. ის დაარსდა ომის დროს, რათა შეექმნათ საკუთარი ანტიშხამი. დღეს აქ 50-ზე მეტი სახეობის გველს უვლიან, კობრიდან და ვიპერიდან დაწყებული პითონით დამთავრებული. ზოგისგან შხამს იღებენ თხელ მემბრანაზე, რომელსაც ჭურჭელზე ადებენ. ზოგი მათგანი იყიდება ტრადიციული მედიცინისთვის, ან მზადდება სასმელი, რომლის ბოთოლშიც გველია მოთავსებული. როცა შიგმით შედიხარ, თითქოს სხვა სამყაროში ხვდები. არის გალიები, სავსე მცოცავი გველებით. არის არაღრმა ორმოები, სადაც მხოლოდ დაკლაკნილი სხეულებია. ტექნიკოსებს ხელთათმანები და ჩაფხუტები აცვიათ, როცა შხამიანებისგან შხამს იღებენ. და თუ გონია, რომ აქ მთავრდება, ზოგიერთ ამ ფერმაში შიგნით კიდევ სასადილოებიც არის. აქ შეგიძლია დააგემოვნო გრილზე შემწვარი პითონი, კობრას წვნიანი ან გველის ღვინო. ბოთლი ღვინო, რომლის შიგნითაც თელი გველია. ვიეტნამში ეს ჩვეულებრივი საჩუქარია, როგორც ძალის სიმბოლო, მაგრამ ყველას არ უხარია. არსებობს გარემოს დამცველთა ჯგუფები, რომლებიც ამბობენ, რომ ტყეში უკანონო დაჭერა ხდება და ზოგიერთი ობიექტი უსაფრთხო არ არის. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას რეგულაციები აქვს, მისი უწყვეტად განხორციელება უჭირს. ვიეტნამის გველების ფერმები მტკიცებულებაა იმისა, რომ ყველა მეურნეობა მზეს ან მიწას არ ეყრდნობა. ამის ნაცვლად ისინი ეყრდნობიან შხამს, ხორცს და რწმენას, რომ ქერცლებსა და ეშვებს სამკურნალო თვისებები აქვს.
ნომერი 5. სამხრეთ აფრიკის სირაქლემის ფერმები. სამხრეთ აფრიკის ლითლ კარუს რეგიონის მშრალ მიწაზე მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მეურნეობა. სირაქლემის ფერმები. ეს ჩვეულებრივი ფრინველის მეურნეობა არ არის. აქ მხოლოდ კვერცხიან ხორცი არ არის მთავარი. სირაქლემის ბუმბული, კანი და თვითონ კვერცხებიც კი პროდუქტებად გარდაიქმნება. და ამას გარდა ეს ტურისტული ატრაქციონიცაა. ამბობენ, რომ სირაქლემის ფერმების ინდუსტრია მე-19 საუკუნეში დაიწყო. იმ დროს სირაქლემის ბუმბული იმდენად ძვირი იყო, რომ მას თეთრ ოქროსაც კი ეძახდნენ. ეს ბუმბული გამოიყენებოდა როგორც დეკორაცია მდიდარი ევროპელების ქუდებზე. და ამბობდნენ, რომ ის წონით უფრო ძვირი იყო, ვიდრე ბრილიანტი. დღეს ბუმბული აღარ არის ისეთი მოდური, მაგრამ შემოსავალი კვლავ მოდის ხორციდან, მაღალი ხარისხის ტყავისგან და თუნდაც კვერცხის ნაჭუჭის ხელოვნებიდან. სირაქლემას ტყავი გამოიყენება ჩანთების, ხამრების, ფეხსაცმლისა და ძვირადღირებული ავტომობილების ინტერიერის დასამზადებლად. მხოლოდ ერთი სირაქლემა შეუძლია შექმნას 1 მეტრზე მეტი პრემიუმ ტყავი ბუმბულის ფოლიკულების უნიკალური ნიმუშით. ამ ფერმებზე ნახავთ ასობით გიგანტურ ფრინველს, რომლებიც მინდვრებში დარბიან. მათ შეუძლიათ თითქმის 70 კმ/სთ სირბილი. დამოცდილებაა საჭირო, რომ ისინი სწორად წაიყვანო. ერთი არასწორი მოძრაობა და ძლიერმა წიხლმა შეიძლება ზიანი მოგაყენოთ. და ეს ყველაფერი არ არის. ზოგიერთი ყველაზე დიდი ფერმა, როგორიცაა კანგოს სირაქლემის ფერმა, საზოგადოებისთვის ღია ტურისტულ ზონას ფლობს. ადრე სირაქლემაზე ჯდომა შეიძლებოდა, მაგრამ ეხლა ეს აკრძალულია კეთილდღეობის საკითხების გამო. ამის ნაცვლად უბრალოდ აჩვენებენ, როგორ უვლიან ამ ფრინველებს და რამდენად პრიმიტიულები არიან ისინი. ისინი ცოცხალ დინოზავრებს გვანან. ფერმაში ასევე არის სუვენირების მაღაზია, სადაც ყიდიან მორთულ კვერცხის ნაჭუჭებს. მათ ხატავენ, კვეთენ, ამზადებენ აბაჟურებად ან სამკაულის ყუთებად. მხოლოდ ერთი კვერცხი საკმარისია, რომ 1,5 ლიტრზე მეტი სითხე დაიდიოს. სამხრეთ აფრიკა კვლავაც ყველაზე დიდი სირაქლემის ექსპორტიორია, მაგრამ ნამიბია, ბოტსვანა და შეერთებული შტატებიც უკვე ეწევიან მას. წარმოიდგინე ფერმა, რომელიც გავს ქარხნის, ზოოპარკისა და თემატური პარკის კომბინაციას, მაგრამ ყველაფერი ტრიალებს. გარშემო ერთ უზარმაზარ ფრინველზე, რომელიც თითქოს პრეისტორიული არსებაა. ნომერი 4. პერუს ალპაკების ფერმები. ანდების მთების პერუს მხარეს, ზღვის დონიდან 13,000 ფუტზე მაღლა, სადაც ჰაერი იშვიათია და ამინდი მკაცრი, აქ მდებარეობს ისეთი ტიპის ფერმა, რომელსაც იშვიათად ნახავთ მსოფლიოს სხვა კუთხეებში. ეს არის ალპაკას ფერმები. მაგრამ დროებით დაივიწყე ხობეები, ტრაქტორები და ბეღლები. აქ ფერმები ფართოა, ქარიანი და თითქოს უსასრულო. ალპაკების ფარები ყოველდღე გადიან აქ. თითქოს მთების ძველი მცველები იყვნენ. ანდების მოსახლეობა უკვე 6,000 წელზე მეტია ალპაკებზეა დამოკიდებული. არა მხოლოდ ბეწვისთვის, არამედ მათი ცხოვრების და კულტურისთვისაც. დღესაც კი მსოფლიოში არსებული ყველა ალპაკას 80%-ზე მეტი კვლავ პერუშია თავმოყრილი. ალპაკას ბეწვი, რომელიც ცნობილია როგორც ანდების ოფრო, მხოლოდ რბილი კი არ არის. ის ჰიპოალერგიულია, კაშმირზე უფრო ნაზიცა და ბუნებრივად 22 ფერში გვხვდება, თეთრიდან შავამდე. მაგრამ ყველაზე ძვირადღირებული ისაა, რასაც ვიცრებით ეწოდება, რომელსაც სამეფო ალპაკას უწოდებენ, ჩვეულებრივ ახალგაზრდა ალპაკებისგან იღებენ, რომლებსაც კრია ქვიათ. მთიან თემებში სოფლის მეურნეობა ერთობლივად ხორციელდება. მათ საძოვრებს იყოფენ და ყოველ წელს ერთად ჭრიან ბეწვს. პროცესი ხელით სრულდება ფრთხილად, რათა არ დაშავდეს ცხოველი და არ დაზიანდეს ძვირფასი მატყლი. მაგრამ ეს მხოლოდ ბიზნესი არ არის, ეს ცხოვრების წესია. ბევრი ჯერ კიდევ ცხოვრობს ქვის ქოხებში, რომლებსაც ბალახის სახურავი აქვთ. ისინი ეკრდნობიან სამკურნალო მცენარეებს და რიტუალებს, რომლებიც მოიცავს ლოცვას, შესაწირს და რწმენას. ეს ბუნებისადმი პატივისცემის ნათელი ნიშანია. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ბაზარზე გამოწვევებია და ხშირად დაბალ ფასს იღებენ, ბრძოლა გრძელდება. მთავრობა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმარებიან მათ, რომ უფრო პირდაპირ ცდომა ჰქონდეთ მომხმარებლებთან და უზრუნველყონ სამართლიანი შემოსავალი. ლანდშაფტი მართლაც განსაცვიფრებელია. თითქოს უსასრულო საძოვრებია, გრილი ქარი და მწყემსები, რომლებიც თითქოს ბუნების ნაწილი არიან. პერუში თითოეული ალპაკა მხოლოდ ცხოველი კი არ არის, არამედ წარმოადგენს ისტორიისა და უძველესი კულტურის ცხოვრების მატარებელს. ნომერი 3. სინგაპურის ვერტიკალური თევზის ფერმები. წარმოიდგინე ეს ქვეყანა, რომელიც თითქმის ისეთივე ზომისაა, როგორც მეტრო მანილა. არ არის სასოფლო სამეურნეო მიწები, არ არის ღრმა მდინარეები და თითქმის მთელი საკვები იმპორტირებულია. როგორ შეძლებენ ისინი საკუთარი საკვების წარმოებას? სინგაპურის პასუხი მარტივია. ვერტიკალური თევზის ფერმების აშენება. დიახ, ეს სამეცნიერო ფანტასტიკა არ არის.
პარტალი არის შენობები, რომლებიც საწყობებს გავს, მაგრამ შიგნით მრავალსართულიანი თევზის ავზებია, სადაც თითოეულ სართულზე თევზები დაცურავენ. მაგალითად, ტილაპია, კატფიში და ზღვის ბასი. ისინი არც ზღვაში არიან, არც თევზის აუზში. ისინი შენობის შიგნით არიან. ყველაზე მოცინავე აქ არის აპოლო აკვაკულტურის ჯგუფი. გარედან ჩვეულებრივ ქარხანას გავს, მაგრამ როცა შიგნით შედიხარ, თითქოს აკვარიუმში შედიხარ, რომელიც ტექნოლოგიურ ლაბორატორიას არის შეხამებული. აქ არის ხელოვნური ინტელექტი, სენსორები, ავტომატური საკვების მიმწოდებლები და LED განათებები, რომლებიც თევზებისთვის დისკოს განათებებს გავს. ეს გაკეთდა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების პრობლემის საპასუხოდ. მთავრობის 20X-20 ინიციატივის ფარგლებში მათი მიზანია 2030 წლისთვის თავიანთი კვების 30% ადგილობრივი წარმოებიდან მიიღონ. და ამაში დიდ როლს თამაშობს ვერტიკალური თევზის ფერმები. ავტომატიზაციის გამოყენებით თითოეული ავზი კონტროლდება ტემპერატურაზე, pH-ის დონეზე, ჟანგბადსა და საკვებზე. აღარ არის დამოკიდებული ამინზე. არ არის ქარიშხარიშხალი, არ არის წყალდიდობა, ყოველთვის მოსავლის აღების სეზონია. ეს ყოველწლიურად 500 ტონაზე მეტ ზღვის პროდუქტს აწარმოებს. ეს ჯერ კიდევ მცირეა საერთო მოთხოვნასთან შედარებით, მაგრამ საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ურბანული მეურნეობა ქალაქის შუაგულშიც კი შესაძლებელია. სირთულე იმაშია, რომ საწყის ეტაპზე ხარჯები დიდია, საჭიროა ინჟინრები, რომლებიც კარგად იცნობენ როგორც პროგრამულ უზრუნველყოფას, ასევე აკვაკულტურას. მაგრამ ამას ფერმერობის მომავალად მიიჩნევენ. განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მიწა ცოტა აქვთ, მაგრამ ტექნოლოგიებით მდიდრები არიან, ჰონკონგის, ტოკიოს ან თუნდაც ნიუ-იორკის მსგავსად. სინგაპურში თევზის მეურნეობა გარეთ არ არის. ის ზემოთაა, შიგნითაა და მომავალში. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ დღესდღეობით თუნდაც სოფლის მეურნეობა შეიძლება გადავიდეს შემდეგ დონეს. ნომერი 2. არქტიკული ბოსტნეულის ფერმები სვალბარდში, ნორვეგია. სოფლიოს ბოლოს, ჩრდილოეთ ოლუსიდან დაახლოებით 1300 კილომეტრში მდებარეობს ყინულისა და სიმშვიდის მიწა. სვალბარდი შორეული არქიპელაგი ნორვეგიის შემადგენლობაში. მას ხშირად უკავშირებენ პოლარულ დათვებს, მყინვარებს და ცნობილ გლობალურ თესლის საცავს. მაგრამ მისი გაყინული მიწის ქვეშ არსებობს ერთი თითქოს შეუძლებელი სანახაობა. ბოსტანი ყინულის შუაგულში. დიახ, ბოსტანი. ადგილას, სადაც თითქმის 4 თვე მზე არ ანათებს, იზრდება სალათი, კომბოსტო, ბაზილიკი და მიკრომწვანილები. არ არის მზე, არ არის ნიადაგი, მაგრამ მოსავალი მაინც არის. და ეს სამეცნიერო ფანტასტიკა არ არის. ეს არის Polar Permaculture Solutions, ყველაზე ჩრდილოეთული ფერმა მთელ პლანეტაზე. ძველი სათვირთო კონტეინერების, LED განათებებისა და მაღალტექნოლოგიური კლიმატ კონტროლის სისტემების გამოყენებით. მცენარეებს ზრდიან ცივი ლითონის ყუთის შიგნით. ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით სათბური პერმაფროსტის შუაგულში. შიგნით ყველაფერი ლაბორატორიას გავს, ტემპერატურა მოწესრიგებულია, ჰაერი კონტროლდება, საკმარისი რაოდენობის ნახშირორჟანგი და ტენიანობა, თაროები კი ვერტიკალურადაა განლაგებული სივრცის მაქსიმალურად გამოსაყენებლად. ამის დამფუძნებელია ამერიკელი შეფმზარეული ბენჯამინ ვიდმარი, რომელმაც 2015 წელს გადაწყვიტა შეცვალოს კვების სისტემა სვალბარდში. ადრე ერთი თავი სალათის ფოთოლი $8 ღირ. და ყველა საკვები თვითმფრინავით უნდა ჩამოეტანათ ნორვეგიის მატერიკიდან. ძვირი, ხანგრძლივი და არამგრადი. მაგრამ ამ არქტიკული მეურნეობის წყალობით ეხლა ადგილობრივებს საკუთარი მოსავალი აქვთ. რესტორნები არქტიკულ სალათებს თავაზობენ. სტუდენტები სტუმრობენ, რათა ისწავლონ, რომ საკვები შეიძლება გაიზარდოს თუნდაც ყინულის გვერდით და ნელ-მელა მცირდება ადგილის ნახშირბადის კვალი. გარეთ კი ყინული, თოვლი და პოლარული ღამია. მაგრამ კონტეინერის შიგნით მწვანე სალათის ფოთლებია, რომლებიც LED განათების ქვეშ ანათებს. არსებობს ნუტრიენტიანი წყლის მშვიდი დინება და თბილი ორთქლი კომპოსტის ავზიდან. ეს გავს სამეცნიერო პროექტს, რომელიც რეალობად იქცა და შეიძლება ეს იყოს მომავლის სოფლის მეურნეობის ერთგვარი ხედვა. ნომერი 1. ლუჩფარფლიანი თინუსის რანჩოები ხმელთაშუა ზღვაში. და აი ჩვენ მივედით ყველაზე განსხვავებულ ფერმასთან, მთელ ჩამონათვალში. და შესაძლოა ყველაზე ძვირადღირებულთანაც. ესპანეთის, იტალიის, ხორვატიისა და მალტის სანაპიროებთან ზღვის ქვეშ ფერმებია. აქ ვერ ნახავთ ღობეს ან ტრაქტორს. ამის ნაცვლად უზარმაზარი მრგვალი ბადეებია, რომლებიც ტალღების ქვეშ ცურავენ. და მის შიგნით ფართხალებს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და ყველაზე სწრაფი თევზი მსოფლიოში. ატლანტიკური ლურჯფარფლიანი თინუსი. დიახ, ეს თინუსის ფერმაა, მაგრამ ეს არ გავს იმ თევზის მეურნეობებს, სადაც თევზს კვერცხიდან ზრდიან. ახალგაზრდა თინუსებს ცოცხლად იჭერენ ზღვიდან და გადააქვთ ღია ზღვის გალიებში. აქ ზრდიან მათ, იყენებენ მათი სხეულის სისწრაფესა და ძალას, სანამ არ მიაღწევენ იდეალურ საბაზრო წონას.
ამ პროცესს თინუსის რანჩინგს უწოდებენ. ერთი ზრდასრული ლურჯფარფლიანი თინუსი შეიძლება გაიყიდოს $1,000,000-ზე მეტად იაპონურ სუშის აუქციონებზე. და ამის გამო ის ოქროდ იქცა. მაინან ტუნა ფარმინგ, პერო მეიკაპალი ფეუზები ტყვეობაში არ მრავლდებიან. მათ ღია ზღვა სჭირდებათ, ყოველთვის მოძრაობენ და ადულად კვდებიან სტრესის დროს. ამიტომ ნამდვილი მეურნეობის ნაცვლად გამოიყენება ჰიბრიდული სისტემა. ჯერ იჭერენ, მერე რანჩოზე ზრდიან და ბოლოს მოიპოვებენ. ყოველ გაზაფხულზე, როდესაც თინუსი გიბრალტარის სრუტეში გადის, აქ იჭერენ მათ. მათ გადაჰყავთ ბადეებში, რომლებიც საფეხბურთო მოედნის ზომისაა და 20 მეტრის სიღრმის. შემდეგ მათ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსკენ აბრუნებენ და იქ უვლიან. ზედაპირზე თითქოს ზღვის სიმშვიდეა, მაგრამ ქვემოთ თითქოს ზღვის ურჩხულების ბალეტია. სრაფები, ძლიერები და შეუფასებელი. არის პყვინთავები, რომლებიც ჭიანჭველებს გვანან უნთებისა და ფარფლების კოლიზეუმის შუის შუაგულში. და ვიზუალურად თითქოს ბუნების დოკუმენტურ ფილმს უყურებ, რომლის უკანაც მილიარდიანი ინდუსტრია დგას. მაგრამ ეს უკამათო არ არის. გარემოს დამცველების თქმით, ეს ჭარბი თევზჭერის ნამდვილი გამოსავალი არ არის. რადგან თინუსს მაინც ველურ ბუნებაში იჭერენ. თითქოს უბრალოდ დრო აჭიანურებენ, სანამ მათ მოიპოვებენ. თუმცა ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არსებობს ახალი მონიტორინგის ინსტრუმენტები, უკეთესი რეგულაციები და თანამშრომლობა მეცნიერებთან. საბოლოოდ ჯერ კიდევ გაურკვეველია თინუსის რანჩოზე გაზრდა თევზჭერის მდგრადი მომავალია თუ დროებითი გამოსავალი ნელ-ნელა შემცირებული სახეობისათვის. მაგრამ ერთი რამ ცხადია. სოფლიოში არ არსებობს სხვა ფერმა, რომელიც ასეთი მაღალი რისკის, ასეთი სახიფათო და ასეთი მომნუსხველი იყოს.